მეორე რა თქმა უნდა გაცილებით მძიმე და აუნაზღაურებელი ეს არის ორი ბავშვის დაღუპვა არა უბრალოდ გარდაცვალება დღეს გლოვს მთელი საქართველო განსაკუთრებით რა თქმა უნდა მძიმე საათები და ეს დღეები აჭარაში იმ ოჯახებისათვის იმ სანათესაოსთვის რომლებმაც ორი პატარა ბავშვი დაკარგეს ყველამ დავკარგეთ და ახსნა ამ სიტუაციის არის შეუძლებელი რა თქმა უნდა ბევრმა თქვა და ალბათ უნდა გავიმეოროთ რომ ეს არ არის უბრალოდ ტრაგიკული შემთხვევა, რადგან ტრაგიკული შემთხვევად შეგვიძლია მოიხსენიოთ სიტუაციები, რომლის წინას არ პროგნოზირება, გათვლა შეუძლებელია ხოლმე ხდება ისეთ ადგილებში ან ისეთ გარემოებებში, რომლისაგან დაცვის, დაზღვევის მექანიზმები შეზღუდული არის მაქსიმალურად და მინიმუმდია დაყვანილი, ხო? იქ სადაც არის ურბანული გარემო, სადაც არის ორგანიზებული გარემო ადამიანების საცხოვრებლად საზოგადოებებისათვის, იქ კონკრეტული პასუხისმგებლობები არის, რომელიც უნდა სრულდებოდეს სხვადასხვა კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ხელისუფლების დონეების მიერ და ჩვენ ნაგერ გვაქვს მთელი წყება არატრაგიკული შემთხვევების, არამედ უბედურებების, რომელიც მხოლოდ იმის გამო ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, რომ დანაშაულებრივი სამსახურებრივი გულგრილობის, არაკომპეტენტურობის, კორუფციული ელემენტების, ნეპოტიზმის მომძლავრების შედეგად ის ორგანოები, სტრუქტურები, ხელისუფლების ის ორგანოები, რომლებიც უნდა იყვნენ სწორედ ამ ტიპის შემთხვევების პრევენციით დაკავებულები ადამიანების პრობლემების მოგვარებით, მთლიანად არიან გადართულები რეჟიმის შენარჩუნების ყოვლად სამარცხვინო მეთოდების რეალიზაციაში, რომლის მომსწრენიც ვართ ჩვენ საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმშიც.